ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის „თვარე მამაა ჩემი“ ჩვენება გაიმართა. კინოჩვენების პარალელურად საქართველოს პავილიონში კინოცენტრის დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ევროპული კინოს ბაზრობა წელს 140-მდე ქვეყნის დელეგაციას და კინოინდუსტრიის წარმომადგენელს მასპინძლობს. მათ შორისაა ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს. შეგახსენებთ, რომ ბერლინალე 12 თებერვალს გაიხსნა. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ უცხოელ კოლეგებს ქართულ მიღებაზეც უმასპინძლა. ევროპული კინოს ბაზრობა დაიწყო 12 თებერვალს და გრძელდება 18 თებერვლის ჩათვლით. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა არაერთი საინტერესო შეხვედრა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო შეხვედრები კინობაზრობებთან, ინდუსტრიულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რამდენადაც ეროვნული კინოცენტრი წელს წარმოდგენილი იქნება ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან კინობაზრობაზე მსოფლიოს მასშტაბით. ფაქტობრივად შანხაიდან კანადამდე დავფარავთ ყველა იმ მნიშვნელოვან ადგილს, სადაც უნდა ისმოდეს ქართული კინოს ხმა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილმის ჩვენება ბერლინში. ეს არის ისტორია ბიჭზე, რომელიც ბებიასთან იზრდება. ფილმი აერთიანებს ოვაშვილის გამორჩეულ კინემატოგრაფიულ ხელწერას და ემოციურ სიღრმეს. დღეს ჩვენ ვნახეთ გიორგი ოვაშვილის ფილმი. უამრავი ადამიანი ესწრებოდა ჩვენებას. აუდიტორიას ძალიან მოეწონა და მნიშვნელოვანი იყო მისი ბერლინში ჩვენება.